1993 წელს, როდესაც საქართველოს პროკურატურამ შეიჭრა ჯაბა იოსელიანის ყოფილ რეზიდენციაში თბილისის ვერაზე, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს რაღაც, რაც არასოდეს უნდა არსებულიყო. ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ $10 მილიონ მეტ ოპერაციებს, ბანკის ანგარიშების ნომრები შვეიცარიულ და კვიპროსულ ბანკებში და ყველაზე საინტერესო, ხელით დაწერილი სიაოქროს ზოდების შესახებ, რომლებიც თურმე ინახებოდა სამ განსხვავებულ ადგილას დედაქალაქში. ამ დოკუმენტებს ჰქონდათ სპეციალური კოდები და ნიშნები, რომლებიც მხოლოდ მხედრიონის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ იცოდა. მაგრამ უკვე 2 დღის შემდეგ, ოქტომბრის 27-ს, ეს მტკიცებულებები გაქრა გამომძიებლების საცავიდან ისე, რომ არავინ ვერ ახსნა როგორ. ვინ წაიღო ისინი? და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რას მალავდნენ ეს ფინანსური ჩანაწერები, რომლებიც ასე საგულდაგულოდ იყო დამალული 1991 წლიდან 1992 წლამდე. რატომ იყო ჯაბა იოსელიანი ისეთი პარანოიული ამ დოკუმენტების შესახებ, რომ მათ ინახავდა სამ განსხვავებულ ადგილას და ყოველ ღამე პირადად ამოწმებდა მათ არსებობას? დღეს 30 წლის შემდეგ ჩვენ გავხსნით ამ საიდუმლოს კარს. ჩვენ ვისაუბრებთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც იციან სიმართლე მხედრიონის ფინანსური იმპერიის შესახებ. ჩვენ გაჩვენებთ დოკუმენტებს, რომლებიც გადარჩა განადგურებას. და ჩვენ დავსვამთ კითხვას, რომელიც აწუხებს ყველას, სად არის ეს ფული ახლა? ვინ იცხოვრებს ამ მილიონებით, რომლებიც მოპოვებული იყო ქართველი ხალხის სისხლზე? მაგრამ დავიწყოთ თავიდან. დავიწყოთ იქიდან, როდესაც ჯაბა იოსელიანი იყო უბრალო ფილოლოგიის პროფესორი თბილისის უნივერსიტეტში, ადამიანი, რომელიც იღებდა 230 მანეთს თვეში თანხას, რომელიც ძლივს ყოფნიდა საარსებო მინიმუმს. 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა და საქართველო ებრძოდა დამოუკიდებლობისთვის, ჯაბამ შექმნა მხედრიონი პარამილიტარული ორგანიზაცია, რომელიც თავდაპირველად წარმოდგენილი იყო როგორც ეროვნული თავდაცვის ძალა. მაგრამ ძალიან სწრაფად ეს ორგანიზაცია გადაიქცა რაღაც სულ სხვა რამედ. რაღაც, რაც აკონტროლებდა თბილისის ქუჩებს, რაღაც, რაც აკონტროლებდა ბენზინის მიწოდებას, რაღაც, რაც აკონტროლებდა ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც მოდიოდა დასავლეთიდან. წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც ელექტროენერგია მოდის დღეში 2 საათით, სადაც ხალხი ყიდულობს პულსრიგში დგომით, სადაც საშუალო ხელფასი არის 10 ლარი თვეში. და ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ამ ქალაქში ატარებს იტალიურ კოსტიუმებს $2000 ღირებულებით, რომელიც მართავს Mercedes X-კლასს, რომელიც ცხოვრობს ვილაში ვერაზე, სადაც ყოველი ოთახი მორთულია სპარსული ხალიჩებით და ანტიკური ავეჯით. ეს იყო ჯაბა იოსელიანი 1992 წელს. როგორ მოხდა ეს ტრანსფორმაცია? როგორ გახდა უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც იღებდა 230 მანეთს, ადამიანად, რომელიც ხარჯავდა $1000 ერთ საღამოს რესტორანში? პასუხი მარტივია და შემაძრწუნებელი ერთდროულად. მხედრიონმა აიღო კონტროლი ყველაფერზე, რაც შეეძლო ფულის გამომუშავება ქაოსურ საქართველოში. ბენზინის ვაჭრობა, ყოველი ლიტრი, რომელიც შემოდიოდა თბილისში, გადიოდა მხედრიონის კონტროლის ქვეშ. ჰუმანიტარული დახმარება, ყოველი ტვირთი, რომელიც მოდიოდა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, პირველ რიგში გადიოდა მხედრიონის საწყობებში. რეკეტი, ყოველი ბიზნესი, ყოველი მაღაზია, ყოველი ბაზარი იხდიდა დაცვის ფულს. და ყველაზე მომგებიანი, ოქროს და ძვირფასი ლითონების ვაჭრობა, რომელიც ხდებოდა სრულიად ფარულად ხამის საათებში, სპეციალურ საწყობებში. მაგრამ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. ყველა ეს ფული, ყველა ეს მილიონები სად წავიდა? ვინ აკონტროლებდა ამ ფინანსურ ნაკადებს? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სად არის ეს ფული ახლა 30 წლის შემდეგ? პირველად 25 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჯაბა იოსელიანის პირადი ფინანსების უსაფრთხოებაზე, თანახმა გახდა ისაუბროს კამერების წინაშე. ის, ვინც ვართ, ვერ გამოვავლენთ მის ვინაობას უსაფრთხოების მიზეზების გამო, მაგრამ ის, რასაც ის გვიამბობს მხედრიონის ფინანსური სისტემის შესახებ, შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით. მისი სიტყვებით, ჯაბა იოსელიანი არ იყო უბრალოდ პარამილიტარული ლიდერი, ის იყო ფინანსური გენიოსი, რომელმაც შექმნა რთული სისტემა ფულის გათეთრებისა და დამალვისთვის, სისტემა, რომელიც მუშაობდა ისე სრულყოფილად, რომ თუნდაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს არ შეეძლო მისი სრულად გახსნა. ეს ყოფილი თანამშრომელი გვიყვება, რომ 1992 წლის დასაწყისში, როდესაც მხედრიონის შემოსავლები მიაღწია პიკს, ჯაბამ დაიწყო სისტემატური გეგმის განხორციელება თავისი ქონების დაცვისთვის. ის არ ინახავდა ფულს საქართველოში. ის არ ენდობოდა ქართულ ბანკებს. ის არ ენდობოდა თუნდაც თავის უახლოეს თანამშრომლებს. ამის ნაცვლად ის შექმნა რაღაც, რასაც შეიძლება ეწოდოს 3 წრის სისტემა.
პირველი წრე იყო ფიზიკური ქონება საქართველოში, ვილები, მანქანები, ანტიკური ნივთები, ძვირფასი ლითონები. ეს იყო ის, რაც ყველამ ხედავდა, ის, რაზეც ყველა საუბრობდა. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ხილული ნაწილი აისბერგის. მეორე წრე იყო ფული შვეიცარიულ და კვიპროსულ ბანკებში, ანგარიშები, რომლებიც გახსნილი იყო ფიქტიურ კომპანიებზე, რომლებსაც ჰქონდათ ლეგალური დოკუმენტაცია, მაგრამ რომლებიც არსებობდნენ მხოლოდ ქაღალდზე. და მესამე წრე, ყველაზე საიდუმლო იყო ოქროს რეზერვები, ფიზიკური ოქრო, რომელიც ინახებოდა სამ განსხვავებულ ადგილებში, რომლებსაც იცოდა მხოლოდ ჯაბამ და ორმა მისმა უახლოესმა ადამიანმა. ჩვენი წყარო გვიყვება, რომ ჯაბა იოსელიანი ყოველ ღამეს, დაახლოებით 11 საათზე, პირადად ამოწმებდა ერთ-ერთ ამ საწყობს. ის მიდიოდა იქ თავისი პირადი მძღოლით, ყოველთვის განსხვავებული მარშრუტით, ყოველთვის განსხვავებული მანქანით. ის შედიოდა საწყობში, ამოწმებდა ოქროს ზოდებს, ითვლიდა მათ, ამოწმებდა ნომრებს და ბეჭდებს და მხოლოდ ამის შემდეგ უბრუნდებოდა სახლში. ეს იყო რიტუალი, რომელსაც ის არასოდეს არ ღვევდა. ეს იყო ობსესია, რომელიც გახდა მისი ცხოვრების ნაწილი. მაგრამ რატომ? რატომ იყო ჯაბა ასე პარანოიული? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ის იცოდა რაღაც, რასაც სხვები არ იცოდნენ. ის იცოდა, რომ მხედრიონის დღეები დათვლილი იყო. ის იცოდა, რომ მალე მოვა დრო, როდესაც ის დაკარგავს ძალაუფლებას. და ის იცოდა, რომ როდესაც ეს მოხდება, ყველა ეცდება მისი ქონების ხელში ჩაგდებას. ამიტომ ის ამზადებდა გეგმას, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ მისი ქონება, მისი მილიონები, მისი ოქრო დარჩებოდა უსაფრთხოდ მიუწვდომელი მისი მტრებისთვის. და აქ ჩნდება ერთი ადამიანი, რომელიც გახდება ამ ისტორიის ცენტრალური ფიგურა. ადამიანი, რომელსაც ჯაბა ენდობოდა უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვას. ადამიანი, რომელიც იცოდა ყველა კოდი, ყველა ანგარიში, ყველა საწყობის ადგილმდებარეობა. ჩვენ ვერ დავასახელებთ მის სახელს ამ ეტაპზე, მაგრამ ის იყო ჯაბას მარჯვენა ხელი ფინანსურ საკითხებში. ის იყო ადამიანი, რომელიც აწარმოებდა ყველა ტრანზაქციას, რომელიც აკონტროლებდა ყველა ანგარიშს, რომელიც იცოდა ყველა საიდუმლო. მაგრამ რა მოხდა ამ ადამიანთან 1992 წლის ბოლოს, როდესაც მხედრიონი დაიშალა? სად არის ის ახლა? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა იცის ის იმ ფულის შესახებ, რომელიც გაქრა? ჩვენი გამოძიება გვიჩვენებს, რომ ეს ადამიანი გაქრა 1992 წლის დეკემბერში, ზუსტად იმ დროს, როდესაც ჯაბა იოსელიანი დააპატიმრეს. ის გაქრა ისე სრულყოფილად, რომ თუნდაც უსაფრთხოების სამსახურმა ვერ იპოვა ის. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ის გაიქცა საზღვარგარეთ. სხვები ამბობენ, რომ ის იცხოვრებს საქართველოში ახალი ვინაობით. მაგრამ ყველა თან ხდება ერთ რამეში, ამ ადამიანმა წაიღო თან ყველა კოდი, ყველა პაროლი, ყველა საიდუმლო. და აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი ამ ისტორიისა. რადგან თუ ეს ადამიანი მართლაც წაიღო ყველა ინფორმაცია, მაშინ ის არის ერთადერთი, ვინც იცის სად არის ჯაბას ქონება. ის არის ერთადერთი, ვინც შეუძლია გახსნას ის ანგარიშები. ის არის ერთადერთი, ვინც იცის სად არის დამალული ოქრო. მაგრამ ვინ არის ეს ადამიანი? და რატომ გაქრა ის ისე უეცრად? ეს იყო გეგმიური გაქცევა თუ რაღაც სხვა? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყენებს თუ არა ის ამ ფულს ახლა, 30 წლის შემდეგ. ერთი კვირით ადრე, ვიდრე ჯაბა იოსელიანის დაპატიმრება, მოხდა რაღაც, რაც არასოდეს გამოჩენილა არც ერთ ოფიციალურ პროტოკოლში. უცხოელი ემისარი ჩამოფრინდა თბილისში ღამის საათებში, გაატარა 1 საათი ჯაბას კერძო ოფისში ვერაზე და გაფრინდა ისე, რომ არავის მიესალმა. მოწმეები ამბობენ, რომ ამ საუბრის შემდეგ ჯაბა გამოვიდა ოფისიდან თეთრი როგორც ქაღალდი. მისი ხელები კანკალებდა. ის არ საუბრობდა არავისთან. ის დაჯდა თავის მანქანაში და უბრძანა მძღოლს, რომ მieყვანა ერთ-ერთ საიდუმლო საწყობში, იმ საწყობში, სადაც ინახებოდა ოქრო. რა ეთქვა მას იმ ღამეს? შესთავაზეს თუ არა მას ემიგრაცია თუ წაუკითხეს სასიკვდილო განაჩენი. ვინ იყო ეს ადამიანი, კგბ-ს აგენტი, CIA-ს წარმომადგენელი თუ ვინმე ბევრად უფრო ძლიერი? და რატომ ამ ვიზიტის შემდეგ ჯაბამ დაიწყო თავისი უახლოესი თანამშრომლების შეცვლა? ჩვენი წყაროები გვიამბობენ, რომ ამ საუბრის შემდეგ ჯაბა იოსელიანმა გააკეთა რაღაც, რაც არასოდეს გაუკეთებია ადრე. ის დაიწყო თავისი ქონების გადანაწილება. ის დაიწყო ფულის გადარიცხვა ერთი ანგარიშიდან მეორეზე. ის დაიწყო ოქროს გადატანა ერთი საწყობიდან მეორეში. და რაც ყველაზე საინტერესოა, ის დაიწყო ახალი ადამიანების ჩართვა ამ ოპერაციებში, ადამიანების, რომლებიც არ იყვნენ მხედრიონის წევრები, ადამიანების, რომლებიც არავის იცნობდნენ მის ორგანიზაციაში. ეს იყო ნიშანი.
ნიშანი იმისა, რომ ჯაბა ემზადებოდა რაღაცისთვის. ნიშანი იმისა, რომ ის იცოდა, რომ მალე მოხდება რაღაც დიდი. მაგრამ რისთვის ემზადებოდა ის? დაპატიმრებისთვის? გაქცევისთვის? თუ რაღაც სხვა? ჩვენ ვიპოვეთ ერთი დოკუმენტი, რომელიც გადარჩა განადგურებას. ეს არის ხელით დაწერილი ჩანაწერი, რომელიც ნაპოვნია ჯაბას პირად სეიფში. ამ ჩანაწერში არის სია 10 ადამიანისა, რომლებსაც ჯაბა ენდობოდა ყველაზე მეტად. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ამ სიაში თითოეული სახელის გვერდით დაწერილია ციფრი, რომელიც, როგორც ჩანს, წარმოადგენს თანხას. ზოგიერთი ციფრი არის $10,000. სხვები 40,000. 1 100,000. რას ნიშნავს ეს ციფრები? ეს არის თანხები, რომლებიც ჯაბამ გადასცა ამ ადამიანებს. თუ ეს არის თანხები, რომლებიც მათ უნდა მიეღოთ მისი სიკვდილის შემდეგ. მაგრამ აქ არის ყველაზე შემაძრწუნებელი დეტალი. ამ სიაში არის ერთი სახელი, რომელიც გადახაზულია წითელი მელნით. გადახაზულია ორჯერ ძლიერად, ისე რომ ქაღალდი თითქმის გაიხია. და ამ სახელის გვერდით დაწერილია ერთი სიტყვა, გადაიხადა. რას ნიშნავს ეს? ვის გადაუხადა ჯაბამ? და რისთვის? ჩვენ ვცდილობთ იპოვოთ ეს ადამიანი. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, რა როლი ითამაშა მან ამ ისტორიაში. მაგრამ ის გაქრა ისე სრულყოფილად, რომ თითქოს არასოდეს არსებულა. არ არის არანაირი ჩანაწერი მის შესახებ 1993 წლის შემდეგ. არ არის არანაირი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა მის არსებობას. არ არის არანაირი ფოტო, არანაირი ვიდეო, არანაირი მტკიცებულება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობდა. ჩვენ ვიცით, რომ ის იყო ძალიან ახლოს ჯაბასთან. და ჩვენ ვიცით, რომ მან მიიღო რაღაც ჯაბასგან, რაღაც ძალიან ღირებული რაღაც, რისთვისაც ღირდა გაქრება. და აქ ჩნდება კითხვა, რომელიც აწუხებს ყველას, ვინც იკვლევს ამ საქმეს. თუ ეს ადამიანი მართლაც მიიღო რაღაც ჯაბასგან, ფული, ოქრო, კოდები, მაშინ სად არის ეს ყველაფერი ახლა? იყენებს თუ არა ის ამ რესურსებს? ცხოვრობს თუ არა ის ამ ფულით საქართველოში ან საზღვარგარეთ? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იცის თუ არა ის სად არის დანარჩენი ქონება, ის მილიონები, რომლებიც ჯაბამ დამალა. ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ რაღაც სხვა, რაც ძალიან საინტერესოა. 1995 წელს, 3 წლის შემდეგ ჯაბას დაპატიმრების შემდეგ, ერთ-ერთმა შვეიცარიულმა ბანკმა მიიღო მოთხოვნა ანგარიშის გახსნის შესახებ. ეს ანგარიში გაიხსნა ფიქტიურ კომპანიაზე, რომელსაც ჰქონდა რეგისტრაცია კვიპროსში. და ამ კომპანიის დირექტორი იყო ადამიანი, რომლის სახელი ძალიან ჰგავს ერთ-ერთ იმ სახელს, რომელიც იყო ჯაბას სიაში. დამთხვევაა. თუ ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ვინმე იყენებს ჯაბას ფულს. ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ ანგარიშის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, ვინ არის ეს ადამიანი და რა კავშირი აქვს მას ჯაბასთან. მაგრამ შვეიცარიული ბანკები არ იძლევიან ინფორმაციას. ისინი იცავენ თავიანთი კლიენტების კონფიდენციალურობას. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება არასოდეს გავიგოთ სიმართლე. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ შევჩერდეთ. ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას. ჩვენ გავაგრძელებთ ძებნას. რადგან ეს არ არის მხოლოდ ისტორია ფულის შესახებ. ეს არის ისტორია სამართლიანობის შესახებ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ერთმა ადამიანმა გამოიყენა ქაოსი საკუთარი გამდიდრებისთვის. და ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ეს ქონება, რომელიც მოპოვებული იყო ქართველი ხალხის ტანჯვაზე, შეიძლება ახლა გამოიყენებოდეს ვიღაცის მიერ, ვინც ცხოვრობს ჩვენს შორის. ასე რომ კითხვა რჩება, ვინ იცის სიმართლეს? ვინ იცის, სად არის ჯაბას მილიონები? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მზად ხართ თუ არა თქვენ გაიგოთ ეს სიმართლე, როდესაც ის გამოვლინდება. ბოლო წუთამდე ვიფიქრე, რომ გადავრჩებოდით, ამბობს ყოფილი ოფიცერი ჯაბა იოსელიანის პირადი დაცვიდან, ხელები ჯერ კიდევ უკანკალებს 35 წლის შემდეგაც. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? დღეს საღამოს 3 ყოფილი წევრი მხედრიონის შიდა წრიდან საუბრობენ პირველად იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც ინახავდნენ 10 წლეულების განმავლობაში. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით რეჟიმის ბოლო დღეების შესახებ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ერთმა ადამიანმა აშენა ფინანსური იმპერია ქაოსზე და როგორ ეს იმპერია გაქრა ერთ ღამეში, დატოვა მხოლოდ კითხვები და ჩრდილები. ეს ოფიცერი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გიორგის უსაფრთხოების მიზეზების გამო, იყო ერთ-ერთი იმ 12 ადამიანისგან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი ჯაბას ფინანსური ოპერაციების შესახებ.
ის იყო იქ, როდესაც ოქროს ზოდები გადაიტანეს ერთი საწყობიდან მეორეში. ის იყო იქ, როდესაც ბენზინის ტანკერები შემოდიოდნენ ღამის საათებში და ფული ითვლებოდა პირდაპირ მანქანების უკანა სავარძელზე. ის იყო იქ, როდესაც ჯაბა იოსელიანი ღამის 2 საათზე ამოწმებდა თავის პირად სეიფს და ითვლიდა დოლარების შეკვრებს, რომლებიც ინახებოდა სპეციალურ პლასტიკურ ყუთებში. ჯაბა არასოდეს ეძინა მშვიდად იხსენებს გიორგი, მისი თვალები ავსებს ტკივილით და შიშით, რომელიც ჯერ კიდევ არ გაქრა. ყოველ ღამეს ზუსტად 11 საათზე ის იწყებდა თავის რიტუალს. პირველ რიგში ის ამოწმებდა ყველა კარს და ფანჯარას ვილაში. შემდეგ ის ბრძანებდა, რომ მოეყვანათ მანქანა, არა მთავარი მერსედესი, არამედ ერთ-ერთი სარეზერვო მანქანა, რომელიც ინახებოდა გარაჟში. ჩვენ მივდიოდით ერთ-ერთ საწყობში, ყოველთვის განსხვავებული მარშრუტით, ყოველთვის განსხვავებული მანქანით. და იქ, იმ ცივ, ბნელ საწყობში ის ათვლიდა ოქროს ზოდებს. 1-ს, 2-ს, 3-ს. 30-მდე. ყოველ ზოდს ჰქონდა ნომერი და ბეჭედი. ის ამოწმებდა თითოეულს, ხელით ეხებოდა, აწონიდა. და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ ყველაფერი იყო ადგილზე, ჩვენ ბრუნდებოდით სახლში, მაგრამ რატომ? რატომ იყო ჯაბა ასე ობსესიური ამ ოქროს შესახებ? გიორგის პასუხი შემაძრწუნებელია. რადგან ის იცოდა, რომ ყველა ცდილობდა მის მოპარვას. არა მხოლოდ გარედან, არა, ის ყველაზე მეტად ეშინოდა თავისი ადამიანებისგან. ის იცოდა, რომ მის ორგანიზაციაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ელოდნენ შესაძლებლობას. ადამიანები, რომლებიც იცოდნენ, სად იყო ფული, სად იყო ოქრო, სად იყო დოკუმენტები. და ის იცოდა, რომ როდესაც მოვიდოდა დრო და ის იცოდა, რომ ეს დრო მოვიდოდა, ეს ადამიანები მოქმედებდნენ და აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი გიორგის ისტორიისა. ის გვიამბობს, რომ 1992 წლის ნოემბერში, ზუსტად ერთი თვით ადრე ჯაბას დაპატიმრებამდე, მოხდა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერი. ერთ-ერთმა ჯაბას უახლოესმა თანამშრომელმა, ადამიანმა, რომელსაც ჯაბა ენდობოდა როგორც საკუთარ თავს, მოულოდნელად გამოთქვა სურვილი, რომ დაეტოვებინა ორგანიზაცია. ის თქვა, რომ უნდოდა დაბრუნება თავის ოჯახთან, რომ დაიღალა ამ ცხოვრებით, რომ უნდოდა მშვიდი არსებობა. ჯაბამ დათანხმდა. მან თუნდაც გამართა გამოსამშვიდობებელი სადილი ამ ადამიანისთვის, სადაც იყო ყველა უმაღლესი ხელმძღვანელობა. მან მადლობა გადაუხადა მას მრავალწლიანი სამსახურისთვის. მან მისცა მას კონვერტი ფულით, $10,000 როგორც საჩუქარი. მაგრამ გიორგი იცოდა სიმართლე. ეს არ იყო უბრალო გათავისუფლება. ეს იყო გეგმა. ჯაბა იცოდა, რომ მალე ყველაფერი დასრულდებოდა. ის იცოდა, რომ მალე მოვიდოდა დაპატიმრება, შესაძლოა სასამართლო, შესაძლოა რაღაც უარესი. და ის უნდოდა, რომ ერთი ადამიანი, რომელსაც ის ენდობოდა აბსოლუტურად იყო გარეთ, თავისუფალი, მზად იმისთვის, რომ გააკეთოს ის, რაც საჭირო იყო, რა უნდა გაეკეთებინა ამ ადამიანისთვის. გიორგი ჩუმდება ხანგრძლივად, მისი სახე ხდება კიდევ უფრო ფერმკრთალი. ის უნდა გადაერიცხა ფული. ის უნდა გადაეტანა ოქრო. ის უნდა დაეცვა ის, რაც ჯაბამ ააშენა. მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? ეს ადამიანი გაქრა. გაქრა ისე სრულყოფილად, რომ თითქოს არასოდეს არსებულა. და მასთან ერთად გაქრა რაღაც სხვაც, რაღაც ძალიან ღირებული, რა გაქრა. გიორგი არ გვეუბნება პირდაპირ, მაგრამ მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს იყო რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ფული. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ყველა კოდი, ყველა პაროლი, ყველა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მიიღოთ ცუდომა მილიონებზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცით, სად არის დამალული ოქრო, რომელიც ღირს $1,000,000. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ძალა, რომ გახსნათ ანგარიშები შვეიცარიაში და კვიპროსში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი, რომელმაც მოგანდო ეს ყველაფერი, ჩავარდა. რას გააკეთებდით? დარჩებოდით ერთგულები? თუ გამოიყენებდით შესაძლებლობას, ეს არის კითხვა, რომელიც აწუხებს გიორგის 35 წლის განმავლობაში. ეს არის კითხვა, რომელიც აწუხებს ყველას, ვინც იცნობდა ჯაბა იოსელიანს და მის ორგანიზაციას. რადგან თუ ეს ადამიანი მართლაც წაიღო ის, რაც ჯაბამ მიანდო მას, მაშინ სად არის ეს ყველაფერი ახლა? იყენებს თუ არა ის ამ რესურსებს? ცხოვრობს თუ არა ის ამ ფულით საქართველოში ან საზღვარგარეთ? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იცის თუ არა ვინმე მისი ვინაობა? მაგრამ გიორგის ისტორია არ სრულდება აქ. ის გვიამბობს კიდევ რაღაც, რაც აძლევს ახალ განზომილებას ამ საიდუმლოს. 1995 წელს, 3 წლის შემდეგ ჯაბას დაპატიმრების შემდეგ, მე მივიღე ტელეფონის ზარი.
ხმა იყო ნაცნობი, მაგრამ დამახინჯებული, თითქოს ადამიანი საუბრობდა რაღაცის მეშვეობით. მან მითხრა მხოლოდ ერთი წინადადება, ყველაფერი კარგად არის. ნუ ეძებთ და გათიშა. მე ვიცოდი, ვინ იყო ეს. მე ვიცოდი, რომ ეს იყო ის ადამიანი, რომელიც გაქრა. მაგრამ რატომ დამირეკა? რატომ მინდოდა, რომ მეცოდინა, რომ ის ცოცხალი იყო? ეს იყო გაფრთხილება? თუ ეს იყო შეტყობინება, რომ ის აკონტროლებდა ყველაფერს, ასე რომ აქ ჩვენ გვაქვს ადამიანი, რომელიც გაქრა ჯაბას ქონებასთან ერთად, მაგრამ რომელიც ცოცხალია და რომელიც შესაძლოა აკონტროლებს ამ ქონებას დღესაც. ვინ არის ეს ადამიანი? სად არის ის? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რას აკეთებს ის იმ მილიონებით, რომლებიც მოპოვებული იყო ქართველი ხალხის ტანჯვაზე? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ექიმი, რომელსაც უწოდებენ შუაღამეს, რომ გამოიკვლიოთ პაციენტი, რომლის სახელი არასოდეს უნდა გამოჩნდეს არც ერთ სამედიცინო ჩანაწერში. წარმოიდგინეთ, რომ ეს პაციენტი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი ქვეყანაში, ადამიანი, რომელიც აკონტროლებს ქუჩებს, აკონტროლებს ბიზნესებს, აკონტროლებს ცხოვრებებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აღმოაჩენთ რაღაც მის ჯანმრთელობაში, რაღაც, რაც შეიძლება ახსნას მის ქცევას, მის პარანოიას, მის ობსესიას ფულით და ძალაუფლებით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა შეინახოთ ეს საიდუმლო, რადგან თქვენი ცხოვრება დამოკიდებულია ამაზე. ეს არის ზუსტად ის, რაც მოუხდა დოქტორ ალექსანდრე მას, ჯაბა იოსელიანის პირად ექიმს 1992 წელს. დოქტორიმ, რომელიც ახლა არის 90 წლის და ცხოვრობს თბილისის გარეუბანში მცირე ბინაში, თანახმა გახდა ისაუბროს ჩვენთან პირველად 35 წლის განმავლობაში. მისი ხელები კანკალებს, როდესაც ის იხსენებს იმ დღეებს, მაგრამ მისი მეხსიერება არის კრისტალურად მკაფიო. პირველად მე დავრეკე ჯაბას ოფისიდან 1992 წლის აგვისტოში, იხსენებს დოქტორიმ, მისი ხმა თითქმის ჩურჩული. მე ვიყავი სახლში უკვე მეძინა, როდესაც ტელეფონმა დარეკა. ხმა მეორე მხარეს იყო ცივი, ოფიციალური, დოქტორო, თქვენ გჭირდებით დაუყოვნებლივ. მანქანა მოვა თქვენთანაც წუთში, მე არ დავსვი კითხვები. მე ვიცოდი, ვინ რეკავდა. მე ვიცოდი, რომ უარის თქმა არ იყო ვარიანტი, დოქტორიმ, გვიყვება, რომ როდესაც ის მივიდა ჯაბას რეზიდენციაზე, ის იპოვა ჯაბა მის კერძო ოფისში, მჯდომარე მის სამუშაო მაგიდასთან, ხელები მიჭერილი თავზე. ის გამოიყურებოდა საშინლად. მისი სახე იყო ფერმკრთალი, თითქმის მწვანე. ის ოფლიანობდა, მიუხედავად იმისა, რომ ოთახში იყო გრილი. მან მითხრა, რომ ჰქონდა საშინელი თავის ტკივილი, რომ ის გრძნობდა თავბრუსხვევას, რომ ის ვერ ხედავდა კარგად. დოქტორმა მამამ გამოიკვლია ჯაბა და აღმოაჩინა რაღაც, რაც მას შეაშინა. მისი წნევა იყო ძალიან მაღალი, 180-100-ზე. მისი პულსი იყო არარეგულარული. მისი თვალები იყო ინექცირებული. ეს იყო ნიშნები ჰიპერტენზიული კრიზისისა, მდგომარეობისა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი ან გულის შეტევა. მე მივეცი მას მედიკამენტები, რომ დაეწია წნევა და ვურჩიე, რომ დაუყოვნებლივ წასულიყო საავადმყოფოში. მაგრამ ის უარი თქვა. ის თქვა, რომ არავინ უნდა იცოდეს მის მდგომარეობაზე. ის თქვა, რომ თუ მისი მტრები გაიგებდნენ, რომ ის იყო სუსტი, ისინი გამოიყენებდნენ ამას, მაგრამ ეს არ იყო ერთჯერადი ინციდენტი. დოქტორიმ გვიამბობს, რომ მას უწოდებდნენ ჯაბასთან ორჯერ ან სამჯერ კვირაში მომდევნო 4 თვის განმავლობაში. ყოველ ჯერზე იყო იგივე, თავის ტკივილი, მაღალი წნევა, პარანოია. მე ვაძლევდი მას მედიკამენტებს, მაგრამ ის არ იღებდა მათ რეგულარულად. ის ამბობდა, რომ მედიკამენტები აკეთებდნენ მას ძილიანს, რომ ის არ შეეძლო იფიქროს მკაფიოდ, რომ ის უნდა ყოფილიყო ყოველთვის ფხიზელი, და აქ დოქტორიმ გვიამბობს რაღაც, რაც ხსნის ბევრ რამეს ჯაბას ქცევაში იმ ბოლო თვეებში. მე ვუთხარი მას, რომ თუ ის არ დაიწყებდა მკურნალობას სერიოზულად, მას ჰქონდა მაღალი რისკი ინსულტისა. მე ვუთხარი, რომ მისი მდგომარეობა იყო საშიში. მაგრამ ის არ მისმენდა. ის ამბობდა, რომ ჯანმრთელობა იყო მეორეხარისხოვანი. ის ამბობდა, რომ ის უნდა დაეცვა თავისი ქონება, თავისი ორგანიზაცია, თავისი ძალაუფლება. ის ამბობდა, რომ როდესაც ყველაფერი დასრულდებოდა, მაშინ ის იზრუნებდა თავის ჯანმრთელობაზე, მაგრამ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რადგან ეს ახსნის, რატომ იყო ჯაბა ასე ობსესიური თავისი ქონების დაცვით იმ ბოლო თვეებში. ის იცოდა, რომ მისი დრო იყო შეზღუდული, ამბობს დოქტორიმ, ის იცოდა, რომ მისი სხეული ვერ გაუძლებდა ბევრს. და ის იცოდა, რომ თუ რაიმე მოხდებოდა მას, ინსულტი, გულის შეტევა ან რაიმე სხვა, მისი ქონება იქნებოდა დაუცველი. ამიტომ ის ასე სასწრაფოდ ცდილობდა ყველაფრის მოწესრიგებას, ყველაფრის დაცვას, ყველაფრის გადარიცხვას უსაფრთხო ადგილებში. დოქტორიმ ასევე გვიამბობს რაღაც სხვას, რაც ძალიან საინტერესოა.
ერთხელ ეს იყო ნოემბერში, ზუსტად რამდენიმე კვირით ადრე მის დაპატიმრებამდე, ჯაბამ მკითხა რაღაც უცნაური. ის მკითხა, შეეძლო თუ არა ადამიანს გადარჩენა ინსულტის შემდეგ და შენარჩუნება თავისი გონების სიმკაფიო. მე ვუთხარი, რომ ეს დამოკიდებული იყო ინსულტის სიმძიმეზე, მაგრამ რომ ბევრი ადამიანი გადარჩა და აღიდგინა. მაშინ მან მკითხა რაღაც კიდევ უფრო უცნაური, შეეძლო თუ არა ადამიანს სიმულაცია ინსულტისა. მე გავკვირდი. რატომ სურდა მას ეს ცოდნა? მაგრამ მე არ დავსვი კითხვები. მე უბრალოდ ვუპასუხე, რომ დიახ, ეს იყო შესაძლებელი, მაგრამ რომ ეს მოითხოვდა ძალიან კარგ მსახიობობას, რას ნიშნავდა ეს საუბარი. იგეგმავდა თუ არა ჯაბა რაღაცას. იცოდა თუ არა ის, რომ მალე მოხდებოდა რაღაც, რაც მოითხოვდა მისგან ასეთ სიმულაციას. თუ ეს იყო უბრალოდ მისი პარანოიული გონების კიდევ ერთი გამოვლინება. დოქტორიმ არ იცის პასუხი, მაგრამ ის იცის ერთი რამ, ჯაბა იოსელიანი იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ფიქრობდა წინ, რომელიც ყოველთვის ჰქონდა გეგმა, რომელიც ყოველთვის ემზადებოდა ყველაზე უარესისთვის. და თუ ის ფიქრობდა ინსულტის სიმულაციაზე, მაშინ ის ნამდვილად ემზადებოდა რაღაცისთვის დიდისთვის. ასე რომ, აქ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ნაწილი თავსატეხისა, ჯაბა იოსელიანი, ადამიანი, რომელიც იყო ფიზიკურად სუსტი, მაგრამ რომელიც ცდილობდა დაეცვა თავისი ქონება ყველა შესაძლო გზით. ადამიანი, რომელიც იცოდა, რომ მისი დრო იყო შეზღუდული, მაგრამ რომელიც არ აპირებდა დათმობას. ადამიანი, რომელიც შესაძლოა, ჰქონდა გეგმა თუნდაც თავისი ჯანმრთელობის გამოყენებისთვის, როგორც იარაღისა. მაგრამ რა იყო ეს გეგმა? და გაამართლა თუ არა ის? ეს არის კითხვები, რომლებზე ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ პასუხებს. 1992 წლის დეკემბრის მე-15-ს, ზუსტად ერთი კვირით ადრე ჯაბა იოსელიანის დაპატიმრებამდე, მოხდა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერი. ქალი, რომელიც ცხოვრობდა მთების მცირე სოფელში აფხაზეთის საზღვართან, მივიდა თბილისში და მოითხოვა შეხვედრა ჯაბასთან. ეს ქალი, რომელსაც ადგილობრივები უწოდებდნენ მხედველს, იყო ცნობილი თავისი უნარით, რომ ეხილა მომავალი და ეგრძნო ენერგიები, რომლებიც გარშემორტყმული იყო ადამიანებს. ჯაბა იოსელიანი, მიუხედავად იმისა, რომ იყო ოფიციალურად ათეისტი, ყოველთვის ინტერესდებოდა ასეთი რამით. ის ენდობოდა ნიშნებს, ენდობოდა წინასწარმეტყველებებს, ენდობოდა იმას, რასაც სხვები უწოდებდნენ ცრურწმენას. ეს ისტორია მოგვითხრა ნინოჩ, ყოფილმა თანამშრომელმა ჯაბას ოფისიდან, რომელიც იყო იქ იმ დღეს, როდესაც ეს ქალი მოვიდა. მე არასოდეს დავივიწყებ იმ დღეს, ამბობს ნინო, მისი ხმა სავსე შიშით და პატივისცემით. ეს ქალი შემოვიდა ოფისში და მთელი ოთახი თითქოს გაცივდა. ის იყო მოხუცი, შესაძლოა 70 ან 80 წლის, ჩაცმული ტრადიციულ შავ ტანსაცმელში. მისი თვალები იყო უცნაური, ღია ნაცრისფერი, თითქმის თეთრი. ის გამოიყურებოდა ისეთ, თითქოს ხედავდა რაღაცას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავდით. ჯაბამ მიიღო ეს ქალი თავის კერძო ოფისში. ნინო და სხვა თანამშრომლები დარჩნენ გარეთ, მაგრამ ისინი შეეძლოთ გაეგოთ ხმები, არა სიტყვები, მაგრამ ტონი. ჯაბას ხმა იყო დაძაბული, თითქმის შეშინებული, იხსენებს ნინო. ქალის ხმა იყო ცივი, მონოტონური, თითქოს ის კითხულობდა რაღაცას წიგნიდან. შეხვედრა გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთი. შემდეგ კარი გაიღო და ქალი გამოვიდა. ის არ უყურებდა არავის. ის უბრალოდ გავიდა, თითქოს ჩვენ არც კი ვიყავით იქ, რა მოხდა იმ ოთახში. რა უთხრა ამ ქალმა ჯაბას? ნინო გვიამბობს, რომ ჯაბა გამოვიდა ოფისიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და გამოიყურებოდა შეცვლილი. მისი სახე იყო თეთრი როგორც ქაღალდი. მისი ხელები კანკალებდა. ის დაჯდა თავის სკამზე და უბრალოდ იჯდა იქ, უყურებდა კედელს, არაფერს არ ამბობდა. ჩვენ არ გვბედავდა ჩარევა. ჩვენ უბრალოდ ველოდით, საბოლოოდ ჯაბამ დაურეკა თავის უახლოეს თანაშემწეს, იმ ადამიანს, რომელიც აკონტროლებდა ფინანსურ ოპერაციებს. ნინო არ იცის რა ითქვა მათ, მაგრამ ის იცის, რომ ამ საუბრის შემდეგ ყველაფერი დაიწყო ცვლილება. იმ საღამოს ჯაბამ დაიწყო დოკუმენტების გადატანა თავისი ოფისიდან. ის ბრძანებდა, რომ გადაეწვათ ზოგიერთი ქაღალდი. ის ბრძანებდა, რომ გადაეტანათ ზოგიერთი ფაილი სხვა ადგილას. ის იყო ფრენეტიკული, თითქოს ის ცდილობდა დაესრულებინა რაღაც ძალიან სასწრაფოდ, მაგრამ რა უთხრა ამ ქალმა ჯაბას? ჩვენ ვიპოვეთ ეს ქალი, ან უფრო სწორად ვიპოვეთ მისი ქალიშვილი, რომელიც ცხოვრობს იმავე სოფელში. ქალიშვილი, რომელსაც ვუწოდებთ მარიამს, გვიამბობს, რომ მისი დედა გარდაიცვალა 1995 წელს, მაგრამ რომ ის ყოველთვის საუბრობდა იმ ვიზიტზე თბილისში. დედაჩემი ამბობდა, რომ ის ხედავდა ჯაბას გარშემო ბნელ ენერგიას, გვიყვება მარიამი. ის ამბობდა, რომ ეს ენერგია იყო სავსე სისხლით, ტკივილით და ღალატით.
ის ამბობდა, რომ ჯაბას დარჩენოდა ძალიან მცირე დრო, არა იმიტომ, რომ ის მოკვდებოდა, არამედ იმიტომ, რომ მისი ძალაუფლება დასრულდებოდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რაც დედაჩემი უთხრა მას მის ქონების შესახებ. რა უთხრა ის? მარიამი ჩუმდება, თითქოს ის ფიქრობს უნდა თუ არა გაგრძელება. შემდეგ ის ამბობს, დედაჩემი უთხრა ჯაბას, რომ მისი ქონება იქნებოდა მისი წყევლა. ის უთხრა, რომ ფული, რომელიც მოპოვებული იყო სისხლზე, არასოდეს მოიტანდა ბედნიერებას. ის უთხრა, რომ ადამიანი, რომელსაც ის ენდობოდა ყველაზე მეტად, იქნებოდა ის, ვინც წაიღებდა ყველაფერს. და ის უთხრა, რომ ამ ქონებას ექნებოდა ხანგრძლივი ისტორია, რომელიც გაგრძელდებოდა 10 წლეულების განმავლობაში, ისტორია, რომელიც შეეხებოდა ბევრ ადამიანს, ისტორია, რომელიც არასოდეს დასრულდებოდა სრულად. ეს არის წინასწარმეტყველება, რომელიც, როგორც ჩანს, ხდება რეალობა. რადგან ჯაბას ქონება მართლაც გახდა წყევლა, არა მხოლოდ მისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც შეეხო მას. ადამიანი, რომელსაც ის ენდობოდა, მართლაც წაიღო ყველაფერი. და ეს ისტორია მართლაც გრძელდება 35 წლის განმავლობაში, ეხება ბევრ ადამიანს და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მაგრამ აქ არის ყველაზე საინტერესო ნაწილი მარიამის ისტორიისა. დედაჩემი ასევე უთხრა ჯაბას რაღაც სხვა, რაც ის არასოდეს უთხრა არავის სხვას. ის უთხრა, რომ იქნებოდა ერთი გზა, რომ დაეცვა მისი ქონება, ერთი გზა, რომ დარწმუნებულიყო, რომ ის არ დაიკარგებოდა სრულად. მაგრამ ეს გზა მოითხოვდა მსხვერპლს, რომელიც იქნებოდა ძალიან პირადი, ძალიან მტკივნეული. რა იყო ეს მსხვერპლი? მარიამი არ იცის. მისი დედა არასოდეს უთხრა მას დეტალები. მაგრამ ის იცის ერთი რამ, ჯაბამ მოისმინა ეს სიტყვები ძალიან ყურადღებით. და ის იცის, რომ ჯაბამ შესაძლოა გააკეთა ეს მსხვერპლი. ასე რომ, აქ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ნაწილი თავსატეხისა, ჯაბა იოსელიანი, ადამიანი, რომელიც მიიღო წინასწარმეტყველება თავისი ბედის შესახებ, ადამიანი, რომელმაც შესაძლოა გააკეთა რაღაც პირადი, რაღაც მტკივნეული, რათა დაეცვა თავისი ქონება. მაგრამ რა იყო ეს მსხვერპლი? და გაამართლა თუ არა ის? ეს არის კითხვები, რომლებზე ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ პასუხებს. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, ჯაბა იოსელიანის ისტორია არის ბევრად უფრო რთული, ვიდრე ჩვენ ფიქრობდით. ეს არის ისტორია ძალაუფლებისა და ფულის, პარანოისა და ღალატის, წინასწარმეტყველებისა და მსხვერპლის. და ეს არის ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რადგან სადღაც ვიღაც იცის სიმართლე. სადღაც ვიღაც ფლობს იმ ქონებას, რომელიც მოპოვებული იყო ქართველი ხალხის ტანჯვაზე. სადღაც ვიღაც იცხოვრებს იმ მილიონებით, რომლებიც უნდა ყოფილიყო დაბრუნებული ხალხისთვის. და კითხვა რჩება, ვინ არის ეს ადამიანი? სად არის ის? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდის გამოვლინდება სიმართლე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანისგან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი ჯაბა იოსელიანის შესახებ, ყოველი სამედიცინო საიდუმლო, ყოველი ევაკუაციის გეგმა, ყოველი ფარული გვირაბი თბილისის ქვეშ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ერთგულება თუ გადაარჩინოთ თქვენი ცხოვრება. 1992 წლის დეკემბრის 22-ს ამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რა მაიძულა ისინი ღალატი ჩაედინათ თავიანთი უზენაესი ხელმძღვანელის მიმართ? იყო ეს პრინციპების საკითხი თუ უბრალოდ სასოწარკვეთილი ბრძოლა გადარჩენისთვის? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა იცოდნენ ისინი იმ ფინანსური იმპერიის შესახებ, რომელიც ჯაბამ ააშენა, იმპერიის შესახებ, რომელიც გაქრა ერთ ღამეში და დატოვა მხოლოდ ცარიელი სეიფები და დაცველი დოკუმენტები. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანთან, რომელიც იყო ნაწილი ამ შიდაწრისა, ადამიანთან, რომელმაც ნახა ყველაფერი და რომელიც ახლა, 35 წლის შემდეგ, მზადაა გაგვიზიაროს ის, რაც მან ინახა 10 წლეულების განმავლობაში. ის, ვინც ვართ, ვერ გამოვავლენთ მის ვინაობას, მაგრამ ვუწოდოთ მას დავით. დავითი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ჰქონდათ ცდომა ჯაბას ყველაზე ფარულ საწყობებზე, იმ საწყობებზე, სადაც ინახებოდა არა მხოლოდ ოქრო და ფული, არამედ რაღაც ბევრად უფრო ღირებული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდნენ ყველა კოდს, ყველა პაროლს, ყველა ანგარიშის ნომერს. ჯაბას ჰქონდა სამი საწყობი, იწყებს დავითი, მისი ხმა ჯერ კიდევ სავსე ემოციით. პირველი იყო ვერაზე, მისი რეზიდენციის ქვეშ. მეორე იყო საბურთალოზე, ერთ-ერთი ძველი საბჭოთა შენობის სარდაფში. მესამე იყოავლაბარში, ძველ ეკლესიის გვერდით, ადგილას, რომელსაც არავინ ეჩვობდა. თითოეულ საწყობში ინახებოდა განსხვავებული რამ. ვერაზე იყო ოქრო, 30 ზოდი, თითოეული 1 კილოგრამი, თითოეული ნომრით და ბეჭდით. საბურთალოზე იყო ფული, დოლარები, მარკები, ფრანკები, ყველაფერი შეფუთული ვაკუუმურ პაკეტებში, რათა არ დაზიანებულიყო.
მაგრამავლაბარში იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რა სახის დოკუმენტები? დავითი ჩუმდება, თითქოს ის ფიქრობს უნდა თუ არა გაგრძელება. შემდეგ ის ამბობს, წარმოიდგინეთ 5 არც თუ ისე დიდი, შესაძლოა 40 სანტიმეტრი სიგრძეზე, 30 სიგანეზე. ამ ყუთში იყო ყველაფერი, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ მიეღო წვდომა ჯაბას მთელ ქონებაზე. იქ იყო ჩანაწერები ბანკის ანგარიშების შესახებ შვეიცარიაში, ლიხტენშტაინში, კვიპროსში. იქ იყო კოდები და პაროლები. იქ იყო სახელები იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ ოფიციალური მფლობელები ამ ანგარიშებისა, ფიქტიური სახელები, რა თქმა უნდა, მაგრამ სახელები, რომლებსაც ჰქონდათ ლეგალური დოკუმენტაცია. და იქ იყო რაღაც სხვა რუკები? რა სახის რუკები? რუკები იმ ადგილებისა, სადაც ჯაბამ დამალა დამატებითი რესურსები, ხსნის დავითი. ის არ ენდობოდა მხოლოდ ბანკებს. ის არ ენდობოდა მხოლოდ საწყობებს. ის ჰქონდა დამალული ფული და ოქრო სხვადასხვა ადგილებში მთელ საქართველოში, ზოგი იყო დამარხული მიწაში, ზოგი იყო ჩაფლული კედლებში ძველ შენობებში, ზოგი იყო ჩაგდებული ჭაბურღილებში მთებში. ამ რუკებზე იყო მონიშნული ზუსტი კოორდინატები, აღწერილობები, ფოტოები. ეს იყო ჯაბას საბოლოო სადაზღვევო პოლისი, თუ ყველაფერი სხვა ჩავარდებოდა, ეს რესურსები იქნებოდა მისი გადარჩენის საშუალება, მაგრამ რა მოხდა ამ დოკუმენტებთან? დავითის სახე ბნელდება. 1992 წლის დეკემბრის 21-ს, ერთი დღით ადრე ჯაბას დაპატიმრებამდე, ჩვენ მივიღეთ ბრძანება. ჯაბამ დაგვირეკა ყველას, ვინც იცოდა ამ საწყობების შესახებ, ჩვენ ვიყავით 7 ადამიანი. ის გითხრა, რომ უნდა გადაგვეტანა ყველაფერიავლაბარის საწყობიდან ახალ ადგილას, რომელსაც მხოლოდ ის იცოდა. მაგრამ როდესაც ჩვენ მივედითავლაბარში, ჩვენ აღმოვაჩინეთ რაღაც შემაშფოთებელი, კარი იყო უკვე ღია. არა გატეხილი, არა გაძარცვული, არამედ უბრალოდ ღია, თითქოს ვინმე ჰქონდა გასაღები, ვინ შევიდა იქ. დავითი აქნევს თავს. ჩვენ არ ვიცით. მაგრამ როდესაც ჩვენ შევედით, 5 იყო გაქრებული. ყველაფერი სხვა იყო ადგილზე, ოქრო, ფული, ანტიკური ნივთები. მაგრამ ის 5 დოკუმენტებით იყო გაქრებული. ჩვენ დავურეკეთ ჯაბას დაუყოვნებლივ. მე არასოდეს დავივიწყებ მის რეაქციას. ის არ გაბრაზდა. ის არ დაიძახა. ის უბრალოდ ჩუმად იყო რამდენიმე წამის განმავლობაში, შემდეგ თქვა, მე ვიცოდი. მე ყოველთვის ვიცოდი და გათიშა ტელეფონი, რას ნიშნავდა ეს. იცოდა თუ არა ჯაბა ვინ წაიღო ეს დოკუმენტები. დავითი ფიქრობს, რომ დიახ. ჯაბა ყოველთვის იცოდა ყველაფერი. ის ყოველთვის იყო ერთი ნაბიჯით წინ. და მე ვფიქრობ, რომ ის არა მხოლოდ იცოდა, ვინ წაიღო დოკუმენტები, არამედ ის დაგეგმა ეს. ის უნდოდა, რომ ეს ადამიანი წაეღო ისინი. რადგან ეს იყო ერთადერთი გზა, რომ დარწმუნებულიყო, რომ მისი ქონება არ ჩავარდებოდა მთავრობის ხელში, არ ჩავარდებოდა მის მტრების ხელში. ის უნდოდა, რომ ეს ქონება იყოს ვიღაცის ხელში, ვინც იცოდა რა უნდა გაეკეთებინა მასთან, მაგრამ ვინ იყო ეს ადამიანი? დავითი არ გვეუბნება სახელს, მაგრამ ის გვეუბნება რაღაც სხვას. ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო ჯაბასთან თავიდანვე. ადამიანი, რომელიც იყო მასთან ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მხედრიონი იყო მხოლოდ იდეა. ადამიანი, რომელსაც ჯაბა ენდობოდა როგორც საკუთარ ძმას. ადამიანი, რომელიც იცოდა ყველა საიდუმლო, ყველა გეგმა, ყველა სურვილი. და ადამიანი, რომელიც როდესაც დრო მოვიდა, გააკეთა ზუსტად ის, რაც ჯაბამ უთხრა, წაიღო ყველაფერი და გაქრა, ასე რომ აქ ჩვენ გვაქვს პასუხი ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვაზე, ჯაბას ქონება არ მოიპარეს. ის გადაეცა ადამიანს, რომელსაც ჯაბა ენდობოდა, ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ინსტრუქციები, რა უნდა გაეკეთებინა ამ ქონებასთან. მაგრამ რა იყო ეს ინსტრუქციები? და შეასრულა თუ არა ამ ადამიანმა ისინი? ეს არის კითხვები, რომლებზე ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ პასუხებს. უსაფრთხოების სამსახურის არქივები ინახავს საიდუმლოებებს, რომლებიც შეიძლება არასოდეს გახდეს საჯარო. დოკუმენტები, რომლებიც განადგურდა, ფაილები, რომლებიც გაქრა, ჩანაწერები, რომლებიც წაიშალა. მაგრამ ზოგჯერ ძალიან იშვიათად რაღაც გადარჩება. რაღაც, რაც არ უნდა გადარჩენოდა. და ეს რაღაც შეიძლება შეცვალოს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცით ჯაბა იოსელიანის ფინანსური იმპერიის შესახებ. 1995 წელს, 3 წლის შემდეგ ჯაბას დაპატიმრების შემდეგ, ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა უსაფრთხოების სამსახურიდან, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ლევანს, იპოვა რაღაც უჩვეულო. ის მუშაობდა არქივის რეორგანიზაციაზე, ალაგებდა ძველ დოკუმენტებს, როდესაც ის წააწყდა ფაილს, რომელსაც არ უნდა ყოფილიყო იქ.
ეს ფაილი იყო მონიშნული როგორც განადგურებული 1992 წლის დეკემბერში, მაგრამ რატომღაც ის გადარჩა დამალული სხვა დოკუმენტების შორის. როდესაც მე გავხსენი ეს ფაილი, მე ვერ დავიჯერე, რასაც ვხედავდი. გვიყვება ლევანი, რომელიც ახლა არის 90 წლის და ცხოვრობს თბილისის გარეუბანში. იქ იყო დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდნენ ყველაფერს, ყველა ტრანზაქციას, ყველა ანგარიშს, ყველა ოპერაციას, რომელიც ჩატარდა მხედრიონის მიერ 1991 წლიდან 1992 წლამდე. იქ იყო ჩამონათვალი ყველა ბენზინის ტანკერისა, რომელიც შემოვიდა საქართველოში და რომელიც გადიოდა მხედრიონის კონტროლის ქვეშ. იქ იყო ჩამონათვალი ყველა ჰუმანიტარული დახმარების ტვირთისა, რომელიც მოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და რომელიც პირველ რიგში გადიოდა მხედრიონის საწყობებში. იქ იყო ჩამონათვალი ყველა ბიზნესისა, რომელიც იხდიდა დაცვის ფულს. და იქ იყო რაღაც კიდევ უფრო შემაშფოთებელი, დეტალური ანგარიში იმის შესახებ, თუ სად წავიდა ეს ფული, სად წავიდა ეს ფული. ლევანი გვიჩვენებს ფოტოასლებს ამ დოკუმენტებისგან, ფოტოასლებს, რომლებიც მან გააკეთა იმ დროს, როდესაც მან იპოვა ფაილი. ამ დოკუმენტებში ჩანს, რომ მხედრიონის შემოსავლები 1992 წელს იყო დაახლოებით 50 მილიონი დოლარი, თანხა, რომელიც იყო უზარმაზარი იმ დროის საქართველოსთვის. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, თუ როგორ განაწილდა ეს ფული. დაახლოებით 30% წავიდა ოპერაციულ ხარჯებზე, ხელფასები, იარაღი, ტრანსპორტი, ყველაფერი, რაც საჭირო იყო ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის, ხსნის ლევანი. კიდევ 20% წავიდა EC პოლიტიკურ ინვესტიციებზე, ქრთამები ოფიციალური პირებისთვის და ფინანსება პოლიტიკური კამპანიებისთვის, ყველაფერი, რაც საჭირო იყო პოლიტიკური გავლენის შესანარჩუნებლად. მაგრამ დანარჩენი 55%, ეს არის დაახლოებით 22 მილიონი დოლარი, წავიდა რაღაცაზე, რაც დოკუმენტებში მოხსენიებულია როგორც სტრატეგიული რეზერვი. რა იყო ეს სტრატეგიული რეზერვი? ლევანი აჩვენებს კიდევ ერთ დოკუმენტს. ეს იყო ფული, რომელიც გადაიტანა საზღვარგარეთ და განთავსდა სპეციალურ ანგარიშებზე. ამ დოკუმენტში არის ჩამონათვალი 10 ანგარიშისა, 4 შვეიცარიაში, 3 კვიპროსში, 2 ლიხტენშტაინში, 1 ლუქსემბურგში. თითოეული ანგარიში იყო გახსნილი ფიქტიურ კომპანიაზე, რომელსაც ჰქონდა ლეგალური რეგისტრაცია, მაგრამ რომელიც არსებობდა მხოლოდ ქაღალდზე. და თითოეულ ანგარიშზე იყო განთავსებული დაახლოებით 2 მილიონი დოლარი, მაგრამ აქ არის ყველაზე საინტერესო დეტალი. ამ დოკუმენტში ასევე არის ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, რომლებსაც ჰქონდათ წვდომა ამ ანგარიშებზე. და აქ არის რაღაც, რაც მე მაშინვე მიპყრო ყურადღება. ყველა ამ ანგარიშზე, ყველა ათზე იყო მხოლოდ 2 ადამიანი, რომელსაც შეეძლო ოპერაციების ჩატარება. პირველი იყო ჯაბა იოსელიანი. მეორე იყო ადამიანი, რომლის სახელი იყო მონიშნული როგორც ფინანსური კოორდინატორი. მაგრამ ამ ადამიანის რეალური სახელი არ იყო დოკუმენტში. იქ იყო მხოლოდ კოდური სახელი, ალფა. ვინ იყო ალფა? ლევანი არ იცის, მაგრამ ის ფიქრობს, რომ ეს იყო ის ადამიანი, რომელიც წაიღო დოკუმენტებიავლაბარის საწყობიდან. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჯაბა ენდობოდა აბსოლუტურად. ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალა, რომ გადაერიცხა მილიონები ერთი ანგარიშიდან მეორეზე. ადამიანი, რომელიც იცოდა ყველა კოდი, ყველა პაროლი, ყველა საიდუმლო. და ადამიანი, რომელიც როდესაც ჯაბა დააპატიმრეს, გახდა ერთადერთი, ვინც შეეძლო წვდომა ამ ქონებაზე, მაგრამ რა მოხდა ამ ანგარიშებთან? ლევანი გვიჩვენებს კიდევ ერთ დოკუმენტს, რომელიც მან მოიპოვა ბევრად მოგვიანებით, 1998 წელს. ეს არის ანგარიში ერთ-ერთი შვეიცარიული ბანკიდან. ამ ანგარიშში ჩანს, რომ 1995 წლის მარტში, 2 წლისა და 3 თვის შემდეგ ჯაბას დაპატიმრების შემდეგ, ერთ-ერთი იმ ანგარიშებიდან, რომელიც იყო ჯაბას სტრატეგიულ რეზერვში, გადაირიცხა 2 მილიონი დოლარი ახალ ანგარიშზე. ეს ახალი ანგარიში იყო გახსნილი კომპანიაზე, რომელიც იყო რეგისტრირებული პანამაში. და ამ კომპანიის დირექტორი იყო ადამიანი, რომლის სახელი მე ვერ გამოვავლენ მას, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს სახელი არ იყო ქართული. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თუ არა ეს, რომ ალფამ გადარიცხა ფული ვიღაცაზე სხვაზე? თუ ეს იყო ნაწილი რაღაც უფრო დიდი გეგმისა? ლევანი არ იცის, მაგრამ ის იცის ერთი რამ, ეს ტრანზაქცია იყო მხოლოდ პირველი. მომდევნო 5 წლის განმავლობაში, 1995-დან 2000-მდე, ყველა 10 ანგარიში, რომელიც იყო ჯაბას სტრატეგიულ რეზერვში, გაიცალა. ფული გადაირიცხა სხვადასხვა ანგარიშებზე, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა კომპანიებზე. და ყოველჯერზე ტრანზაქციები ხდებოდა ისე ოსტატურად, რომ თითქმის შეუძლებელი იყო მათი თვალთვალი, ასე რომ აქ ჩვენ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ ჯაბას ქონება არ გაქრა, ის გადაიტანა.
გადაიტანა ადამიანის მიერ, რომელსაც ჰქონდა ყველა საჭირო ინსტრუმენტი და ცოდნა. გადაიტანა ისე ოსტატურად, რომ თუნდაც უსაფრთხოების სამსახურმა ვერ შეძლო მისი სრული თვალთვალი. მაგრამ სად არის ეს ფული ახლა? ვინ აკონტროლებს მას? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყენებს თუ არა ვინმე ამ ფულს დღეს, 35 წლის შემდეგ? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ პასუხებს. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, ჯაბა იოსელიანის ფინანსური იმპერია არ დასრულდა მისი დაპატიმრებით. ის გაგრძელდა, ტრანსფორმირდა, გადავიდა ჩრდილებში. და შესაძლოა ის ჯერ კიდევ არსებობს დღეს, ფარულად, მიუწვდომელი, მაგრამ ძალიან რეალური. ფიქრობდით თუ არა ოდესმე, რომ ადამიანი, რომელსაც ხვდებით ქუჩაში, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვეულებრივ ცხოვრებას, შეიძლება იყოს ვინმე სრულიად განსხვავებული. ადამიანი, რომელსაც აქვს საიდუმლო, რომელიც შეიძლება შეცვალოს ყველაფერი. ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა 1992 წლის დეკემბერში, როდესაც ერთ-ერთმა ჯაბა იოსელიანის უახლოესმა თანამშრომელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრება და, შესაძლოა, საქართველოს ისტორია. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანთან, რომელიც იყო იქ, როდესაც ეს მოხდა. ადამიანთან, რომელმაც ნახა ყველაფერი და რომელიც ახლა, პირველად 35 წლის განმავლობაში, მზადაა გაგვიზიაროს ის, რაც მან ინახა 10 წლეულების განმავლობაში. ის, ვინც ვართ, ვერ გამოვავლენთ მის ვინაობას, მაგრამ ვუწოდოთ მას თამარ. თამარი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებისგან, რომლებიც მუშაობდნენ ჯაბას ოფისში და რომლებსაც ჰქონდათ ცუდომა ყველაზე კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. 1992 წლის დეკემბრის მე-15-ს, ერთი კვირით ადრე ჯაბას დაპატიმრებამდე, მოხდა რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება, იწყებს თამარი მისი ხმასავსე ემოციით. იმ დღეს დაახლოებით 5 საათზე საღამოს ჯაბამ დაიძახა თავის ოფისში ერთი ადამიანი, რომელიც იყო მასთან თავიდანვე, ადამიანი, რომელსაც ის ენდობოდა როგორც საკუთარ თავს. ეს შეხვედრა გაგრძელდა დაახლოებით 2 საათი. ჩვენ, რომლებიც ვიყავით გარეთ, ვიგრძენით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. ჯაბას ხმა იყო სერიოზული, თითქმის ტრაგიკული. მეორე ადამიანის ხმა იყო ჩუმი, თითქმის ჩურჩული, რა მოხდა იმ ოთახში. თამარი არ იცის ზუსტად, მაგრამ ის იცის, რა მოხდა შემდეგ. როდესაც შეხვედრა დასრულდა, ჯაბამ გამოიძახა მე და კიდევ 2 ადამიანი. ის გითხრა, რომ უნდა მოგვემზადებინა სპეციალური პაკეტი, რომელიც შეიცავდა დოკუმენტებს, ფულს და რაღაც სხვას, რასაც ის არ დაასახელა. ის გითხრა, რომ ეს პაკეტი უნდა გადაეცა იმ ადამიანს, რომელიც ახლახან გამოვიდა მისი ოფისიდან. და ის გითხრა, რომ ეს უნდა გაკეთებულიყო აბსოლუტურად კონფიდენციალურად, არავინ, არც ერთი ადამიანი მხედრიონში არ უნდა იცოდეს ამის შესახებ, რა იყო ამ პაკეტში. თამარი ჩუმდება, თითქოს ის ფიქრობს უნდა თუ არა გაგრძელება. შემდეგ ის ამბობს, მე ვნახე ნაწილი იმისა, რაც იყო იმ პაკეტში. იქ იყო დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდნენ ინფორმაციას ბანკის ანგარიშების შესახებ, კოდებს, პაროლებს. იქ იყო ფული, დოლარები, შეფუთული ვაკუუმურ პაკეტებში, დაახლოებით $50,000. და იქ იყო რაღაც სხვა, მცირე ყუთი და ლუქული, რომელზეც იყო დაწერილი მხოლოდ პირადად. მე არ ვიცი რა იყო იმ ყუთში, მაგრამ ჯაბამ პირადად გადასცა ის იმ ადამიანს და უთხრა რაღაც, რასაც მე ვერ გავიგე, რა უთხრა ჯაბამ ამ ადამიანს. თამარი არ იცის, მაგრამ ის იცის, რა მოხდა შემდეგ. იმ ადამიანმა აიღო პაკეტი და გავიდა. ის არ დაბრუნებულა ოფისში. ის არ დაბრუნებულა თავის სახლში. ის უბრალოდ გაქრა. და როდესაც ჯაბა დააპატიმრეს 1 კვირის შემდეგ, ყველა ეძებდა ამ ადამიანს. უსაფრთხოების სამსახური ეძებდა მას, მხედრიონის წევრები ეძებდნენ მას. მაგრამ არავინ ვერ იპოვა ის. ის გაქრა ისე სრულყოფილად, რომ თითქოს არასოდეს არსებულა, მაგრამ თამარი იცის რაღაც სხვა, რაც ის არასოდეს უთქვამს არავის. 1998 წელს, 6 წლის შემდეგ ჯაბას დაპატიმრების შემდეგ, მე მივიღე წერილი. ეს წერილი მოვიდა საზღვარგარეთიდან, მაგრამ არ იყო მითითებული საიდანაც. წერილში იყო მხოლოდ ერთი წინადადება, ყველაფერი კარგად არის. ნუ ინერვიულებთ და ხელმოწერა, რომელიც იყო ნაცნობი, მაგრამ რომელიც არ იყო რეალური სახელი. ეს იყო კოდური სახელი, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით ოფისში იმ ადამიანისთვის, რომელიც წაიღო პაკეტი, რას ნიშნავდა ეს წერილი. იყო ეს შეტყობინება იმისა, რომ ამ ადამიანმა შეასრულა ის, რაც ჯაბამ უთხრა. თუ ეს იყო გაფრთხილება, რომ არავინ უნდა ეძებოს მას. თამარი არ იცის, მაგრამ ის იცის ერთი რამ, ეს წერილი აჩვენებდა, რომ ეს ადამიანი იყო ცოცხალი, რომ ის იყო თავისუფალი და რომ ის, შესაძლოა, აკონტროლებდა იმ ქონებას, რომელიც ჯაბამ მიანდო მას.
მაგრამ აქ არის ყველაზე საინტერესო ნაწილი თამარის ისტორიისა. 2012 წელს, თითქმის 20 წლის შემდეგ ჯაბას დაპატიმრების შემდეგ, მე ვნახე ადამიანი ქუჩაში თბილისში. ეს ადამიანი გამოიყურებოდა ძალიან მსგავსად იმ ადამიანისა, რომელმაც წაიღო პაკეტი. იგივე სიმაღლე, იგივე აგებულება, იგივე გზა სიარულისა. მაგრამ მისი სახე იყო განსხვავებული, ის ჰქონდა წვერი, ის ატარებდა სათვალეს, ის გამოიყურებოდა ბევრად უფრო მოხუცად. მე მივუახლოვდი მას. მე მივესალმე. მაგრამ ის უყურებდა მე ისე, თითქოს არ იცნობდა მე. ის თქვა, რომ მე ვცდებოდი, რომ ის არ იყო ის, ვინც მე ვფიქრობდი. და ის გავიდა, იყო ეს მართლაც ის ადამიანი. თუ თამარი ცდებოდა? თამარი არ იცის დარწმუნებით. მაგრამ ის ფიქრობს, რომ დიახ. მე ვიცი, რას ვნახე. მე ვიცი, ვინ იყო ეს. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ეს ადამიანი არ უნდოდა, რომ ვინმე იცნობდა მას. ის ცხოვრობდა ახალ ცხოვრებას, ახალი ვინაობით, ახალი ისტორიით. და ის არ უნდოდა, რომ ვინმე დაუკავშირებოდა მას იმ ძველ დროს, იმ ძველ ცხოვრებას, იმ ძველ საიდუმლოებებს, ასე რომ აქ ჩვენ გვაქვს შესაძლო პასუხი ყველაზე დიდ კითხვაზე. ადამიანი, რომელმაც წაიღო ჯაბას ქონება, შეიძლება ცხოვრობდეს საქართველოში დღესაც. ის შეიძლება იყოს ვინმე, ვინც ცხოვრობს ჩვეულებრივ ცხოვრებას, ვინც არავის იცნობს, ვინც არავის ეჩვობს. მაგრამ ვინ არის ეს ადამიანი? სად არის ის? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რას აკეთებს ის იმ მილიონებით, რომლებიც მოპოვებული იყო ქართველი ხალხის ტანჯვაზე? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ პასუხებს. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, ჯაბა იოსელიანის ისტორია არ დასრულებულა მისი დაპატიმრებით. ის გაგრძელდა, ტრანსფორმირდა, გადავიდა ჩრდილებში. და შესაძლოა ის ჯერ კიდევ გრძელდება დღეს, ფარულად, მიუწვდომელი, მაგრამ ძალიან რეალური. რადგან სადღაც ვიღაც იცის სიმართლე. სადღაც ვიღაც ფლობს იმ ქონებას, რომელიც მოპოვებული იყო ქართველი ხალხის ტანჯვაზე. სადღაც ვიღაც იცხოვრებს იმ მილიონებით, რომლებიც უნდა ყოფილიყო დაბრუნებული ხალხისთვის. და კითხვა რჩება, ვინ არის ეს ადამიანი? სად არის ის? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდის გამოვლინდება სიმართლე? იცით თუ არა თქვენ ვინმეს, ვინც შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ ისტორიასთან? ხედავთ თუ არა თქვენ რაიმე ეჭვმიტანილს თქვენს გარშემო? ეს არის ისტორია, რომელიც ეხება ყველას ჩვენგანს, რადგან ეს არის ისტორია ჩვენი ქვეყნის შესახებ, ჩვენი ისტორიის შესახებ, ჩვენი მომავლის შესახებ. ბოლო 35 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჯაბა იოსელიანის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, თანახმა გახდა ისაუბროს კამერების წინაშე. ის, ვინც ვართ, ვერ გამოვავლენთ მის ვინაობას უსაფრთხოების მიზეზების გამო, მაგრამ ის, რასაც ის გვიამბობს მხედრიონის ფინანსური სისტემის ბოლო დღეების შესახებ, შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით. მისი სიტყვებით, ჯაბა იოსელიანი არ იყო უბრალოდ პარამილიტარული ლიდერი, ის იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ მისი დრო იყო შეზღუდული და რომელმაც გააკეთა ყველაფერი, რათა დაეცვა ის, რაც მან ააშენა. მაგრამ რა ფასად? და ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც ჯაბამ მიანდო თავისი ყველაზე ღრმა საიდუმლო? ეს ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ვახტანგს, იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებისგან, რომლებიც ყოველდღიურად ხედავდნენ ჯაბას. ის იყო იქ, როდესაც ჯაბა იღვიძებდა ღამის შუაღამეს ოფლიანი და შეშინებული. ის იყო იქ, როდესაც ჯაბა ამოწმებდა თავის სეიფებს მესამედ ან მეოთხედ ერთ საღამოში. ის იყო იქ, როდესაც ჯაბა საუბრობდა ადამიანთან, რომელსაც ის ენდობოდა ყველაზე მეტად, ადამიანთან, რომელიც გახდებოდა გასაღები მთელი ამ საიდუმლოსა. 1992 წლის ნოემბრის ბოლოს ჯაბამ დაიწყო რაღაცის მომზადება, იხსენებს ვახტანგი, მისი ხელები ჯერ კიდევ უკანკალებს, როდესაც ის საუბრობს იმ დღეებზე. ის იყო ნერვიული, პარანოიული, მაგრამ ამავე დროს ძალიან ორგანიზებული. ყოველ საღამოს დაახლოებით 10 საათზე ის იდახებდა ერთ ადამიანს თავის კერძო ოფისში. ეს ადამიანი იყო მასთან დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ჩვენ, რომლებიც ვიყავით გარეთ, ვიგრძენით, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა. ჯაბას ხმა იყო დაბალი, მაგრამ ინტენსიური. მეორე ადამიანის ხმა იყო ჩუმი, თითქმის ჩურჩული, მაგრამ ჩანდა, რომ ის ყურადღებით უსმენდა ყველაფერს, ვინ იყო ეს ადამიანი. ვახტანგი არ გვეუბნება სახელს, მაგრამ ის გვეუბნება რაღაც სხვას. ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო ჯაბასთან თავიდანვე, ჯერ კიდევ 1991 წელს, როდესაც მხედრიონი მხოლოდ იწყებდა. ეს იყო ადამიანი, რომელიც იცოდა ყველა საიდუმლოს, სად იყო ფული, სად იყო ოქრო, სად იყო დოკუმენტები. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჯაბა ენდობოდა როგორც საკუთარ ძმას, შესაძლოა კიდევ უფრო მეტად.
და ეს იყო ადამიანი, რომელიც როდესაც დრო მოვიდა, გააკეთა ზუსტად ის, რაც ჯაბამ უთხრა. რა უთხრა ჯაბამ ამ ადამიანს იმ საღამოებში? ვახტანგი გვიყვება, რომ ერთხელ 1992 წლის დეკემბრის დასაწყისში ის შემთხვევით გაიგონა ნაწილი მათი საუბრისა. მე ვიდექი კარის გარეთ, როგორც ყოველთვის, და ვიგონე ჯაბას ხმა. ის ამბობდა რაღაცას იმის შესახებ, რომ ყველაფერი უნდა იყოს უსაფრთხოდ, რომ არავინ არ უნდა იპოვოს ეს, რომ მხოლოდ შენ იცი რა უნდა გააკეთო. შემდეგ მე გავიგონე მეორე ადამიანის ხმა, რომელიც ამბობდა, მე გავაკეთებ ზუსტად ისე, როგორც შენ მითხარი. მე არ გაგიმართლებ და ჯაბამ უპასუხა, მე ვიცი. ამიტომ ვარჩიე შენ, ეს იყო ხელშეკრულება. ხელშეკრულება ორ ადამიანს შორის, რომლებიც იცოდნენ, რომ მალე ყველაფერი შეიცვლებოდა. ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავდა ჯაბას ქონების ბედს მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში. მაგრამ რა იყო ზუსტად ეს ხელშეკრულება? რა უნდა გაეკეთებინა ამ ადამიანისთვის? ვახტანგი გვიამბობს, რომ 1992 წლის დეკემბრის მე-14-ს, ზუსტად ერთი კვირით ადრე ჯაბას დაპატიმრებამდე, მოხდა რაღაც, რაც დაადასტურებდა მის ეჭვებს. იმ დღეს, დაახლოებით 9 საათზე საღამოს ჯაბამ დაიძახა ის ადამიანი კიდევ ერთხელ. მაგრამ ამჯერად შეხვედრა გაგრძელდა მხოლოდ 15 წუთი. როდესაც ის ადამიანი გამოვიდა, ის ატარებდა ჩანთას, არა დიდ ჩანთას, მაგრამ ჩანთას, რომელიც გამოიყურებოდა მძიმე. ჯაბა გამოვიდა მის უკან და ჩუმად უთხრა რაღაც. მე ვერ გავიგერა, მაგრამ მე ვნახე, როგორ კივნოდა ის ადამიანი თავით. შემდეგ ის გავიდა. და ეს იყო ბოლო ჯერ, როდესაც მე ვნახე ის, რა იყო იმ ჩანთაში. ვახტანგი არ იცის დარწმუნებით, მაგრამ ის ფიქრობს, რომ იცის. მე ვფიქრობ, რომ იმ ჩანთაში იყო ყველაფერი, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ მიეღო წვდომა ჯაბას ქონებაზე. დოკუმენტები, კოდები, პაროლები, შესაძლოა ფული, შესაძლოა რაღაც სხვა. მე ვფიქრობ, რომ ჯაბამ გადასცა ამ ადამიანს ყველაფერი, რაც მას ჰქონდა, ყველაფერი, რაც მას აფასებდა, ყველაფერი, რისთვისაც მას ებრძოდა. და მე ვფიქრობ, რომ ის გააკეთა ეს, რადგან ის იცოდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა, რომ დაეცვა ის, მაგრამ დაცვა ვისგან? ვახტანგის პასუხი შემაძრწუნებელია. დაცვა ყველასგან. დაცვა მთავრობისგან, რომელიც მალე დააპატიმრებდა მას. დაცვა თავისი ყოფილი თანამშრომლებისგან, რომლებიც ცდილობდნენ მის ქონების ხელში ჩაგდებას. დაცვა თავისი მტრებისგან, რომლებიც ელოდნენ შესაძლებლობას. და დაცვა თავისი საკუთარი სისუსტისგან, მისი ჯანმრთელობისგან, რომელიც ეცემოდა, მისი პარანოიისგან, რომელიც იზრდებოდა, მისი შიშისგან, რომელიც მას ჭამდა შიგნიდან, ასე რომ, აქ ჩვენ გვაქვს პასუხი ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვაზე. ჯაბა იოსელიანმა არ დაკარგა თავისი ქონება. ის გადასცა ის ადამიანს, რომელსაც ის ენდობოდა, ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ინსტრუქციები, რა უნდა გაეკეთებინა ამ ქონებასთან. მაგრამ ვინ იყო ეს ადამიანი? სად არის ის ახლა? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეასრულა თუ არა მანის, რაც ჯაბამ უთხრა, თუ მან გამოიყენა ეს შესაძლებლობა საკუთარი სარგებლისთვის. ეს არის კითხვები, რომლებზე ჩვენ ახლა ვიღებთ პასუხებს, რომლებიც შეცვლის ყველაფერს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ენდობიან მილიონების დოლარების ღირებულების ქონება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ყველა კოდი, ყველა პაროლი, ყველა საიდუმლო. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი, რომელმაც მოგანდო ეს ყველაფერი, ახლა არის ციხეში, მიუწვდომელი, უძლური. რას გააკეთებდით? დარჩებოდით ერთგულები? თუ გამოიყენებდით შესაძლებლობას? ეს არის კითხვა, რომელიც განსაზღვრავს ამ მთელი ისტორიის არსს. და ახლა, პირველად 35 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს პასუხი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანთან, რომელმაც იცის სიმართლე. ადამიანთან, რომელიც იყო ახლოს იმ ადამიანთან, რომელმაც წაიღო ჯაბას ქონება. ადამიანთან, რომელმაც ნახა რა მოხდა შემდეგ და რომელიც ახლა, პირველად, მზადაა გაგვიზიაროს ეს ისტორია. ის, ვინც ვართ, ვერ გამოვავლენთ მის ვინაობას, მაგრამ ვუწოდოთ მას ნინო. ნინო იყო ახლო მეგობარი იმ ადამიანისა, რომელსაც ჯაბამ მიანდო თავისი ქონება. მე ვიცნობდი მას ბავშვობიდან, იწყებს ნინო, მისი ხმა სავსე ტკივილით და ნოსტალგიით. ჩვენ ვიზრდებოდით ერთად, ვსწავლობდით ერთად, ვოცნებობდით ერთად. ის იყო კარგი ადამიანი, პატიოსანი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა პრინციპები. როდესაც ის შეუერთდა მხედრიონს 1991 წელს, ის არ გააკეთა ეს ფულის გამო. ის გააკეთა ეს, რადგან ის სწამდა იმაში, რისთვისაც მხედრიონი იბრძოდა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ქართველი ხალხის დაცვისთვის, მაგრამ რა მოხდა შემდეგ? როგორ გახდა ეს კარგი ადამიანად, რომელმაც წაიღო მილიონები?
ნინოს პასუხი რთულია და ტრაგიკული. ის არ გახდა ცუდი ადამიანი. ის გახდა ადამიანი, რომელმაც მიიღო არჩევანი, რომელიც იყო ძალიან რთული, ძალიან მტკივნეული. როდესაც ჯაბამ მიანდო მას თავისი ქონება, ის ასევე მიანდო მას პასუხისმგებლობა, რომელიც იყო უზარმაზარი. რა იყო ეს პასუხისმგებლობა? ნინო გვიყვება, რომ ჯაბამ უთხრა ამ ადამიანს სამი რამ. პირველი, დაიცვიეს ქონება ყველა ფასად. არ მისცია არავის, არც მთავრობას, არც ყოფილ თანამშრომლებს, არც მტრებს. მეორე, გამოიყენე ეს ქონება ისე, რომ ის არ დაიკარგოს, რომ ის გაიზარდოს, რომ ის იყოს უსაფრთხოდ. მესამე, როდესაც დრო მოვა, როდესაც საქართველო იქნება მზად, დააბრუნე ეს ქონება ქართულ ხალხს, ეს იყო ჯაბას ბოლო სურვილი. არა თავისი ოჯახისთვის, არა თავისი თანამშრომლებისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის. მაგრამ როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს? როგორ უნდა დაბრუნებულიყო ეს ქონება? ნინო გვიამბობს, რომ ჯაბას ჰქონდა გეგმა. ის უთხრა ამ ადამიანს, რომ უნდა დაელოდა. დაელოდა მანამ, სანამ საქართველო არ გახდებოდა სტაბილური, სანამ არ გამოჩნდებოდა ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო ამ ქონების სწორად გამოყენება. და მხოლოდ მაშინ, მხოლოდ იმ დროს უნდა დაბრუნებულიყო ეს ქონება, მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? დაელოდა თუ არა ამ ადამიანმა? თუ მან გამოიყენა ეს ქონება საკუთარი სარგებლისთვის? ნინოს პასუხი შემაძრწუნებელია. ის დაელოდა. ის დაელოდა 10 წელი, 15 წელი, 20 წელი. ის ცხოვრობდა მარტივად, ჩუმად, არავის არ ეუბნებოდა ვინ იყო, რა იცოდა. ის მუშაობდა ჩვეულებრივ სამსახურში, ცხოვრობდა ჩვეულებრივ ბინაში, არაფერი არ ამჟღავნებდა, რომ მას ჰქონდა წვდომა მილიონებზე. მაგრამ ყოველ წელს ის ამოწმებდა ანგარიშებს, ის ამოწმებდა ინვესტიციებს, ის ამოწმებდა, რომ ყველაფერი იყო უსაფრთხოდ და აქ არის ყველაზე საინტერესო ნაწილი ნინოს ისტორიისა. 2015 წელს, 23 წლის შემდეგ ჯაბას დაპატიმრების შემდეგ, ის დაიწყო რაღაცის მომზადება. ის დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ შესაძლოა დრო მოვიდა. ის დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველო იყო უფრო სტაბილური, რომ იყო ორგანიზაციები, რომლებსაც შეეძლოთ ამ ქონების სწორად გამოყენება. ის დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ის უნდა დაეწყო პროცესი, მაგრამ რა მოხდა? დაიწყო თუ არა ამ ადამიანმა ეს პროცესი? ნინო ჩუმდება, მისი თვალები ივსება ცრემლებით. 2018 წელს, 3 წლის შემდეგ ის გარდაიცვალა. ის გარდაიცვალა უეცრად, მოულოდნელად. ექიმები თქვეს, რომ ეს იყო გულის შეტევა. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს იყო რაღაც სხვა. მე ვიცი, რომ ის იყო დაღლილი, გადატვირთული, დაძაბული. ის ატარებდა ამ საიდუმლოს 27 წლის განმავლობაში. ის ატარებდა ამ პასუხისმგებლობას, ამ ტვირთს, ამ ტკივილს. და საბოლოოდ ეს მოკლა ის, ასე რომ, აქ ჩვენ გვაქვს ტრაგიკული პასუხი. ადამიანი, რომელმაც წაიღო ჯაბას ქონება, არ გამოიყენა ის საკუთარი სარგებლისთვის. ის დარჩა ერთგული ჯაბას ბოლო სურვილის მიმართ. ის დაელოდა, ის იცავდა, ის ემზადებოდა დაბრუნებისთვის. მაგრამ ის გარდაიცვალა ადრე, ვიდრე შეეძლო ამის განხორციელება. და ახლა, კითხვა რჩება, სად არის ეს ქონება? ვინ აკონტროლებს მას? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაბრუნდება თუ არა ის ოდესმე ქართულ ხალხს. 1992 წლის დეკემბერში, როდესაც ჯაბა იოსელიანი დააპატიმრეს, მისმა პირადმა სეიფმა შეიცავდა ერთი დოკუმენტი, რომელიც არასოდეს გამოჩენილა საჯარო სივრცეში. ეს დოკუმენტი იყო ხელით დაწერილი სია 15 ადამიანისა, რომლებიც ჯაბას აზრით იყვნენ საფრთხე მისი ორგანიზაციისთვის. ამ სიაში იყო გენერლები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, თუნდაც ზოგიერთი მისი საკუთარი თანამშრომელი. და ამ სიის გვერდით იყო დაწერილი ერთი სიტყვა, გადაწყვეტილება. რას ნიშნავდა ეს სიტყვა? რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო ამ ადამიანების მიმართ? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყო თუ არა ეს სია მიზეზი იმისა, რომ ჯაბას უახლოესმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს მისი მიტოვება? დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანთან, რომელმაც ნახა ეს სია. ადამიანთან, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ 15 სახელისგან, რომლებიც იყო იმ სიაში. ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საკმარისი იყო, რომ დრო მოვიდა მოქმედებისთვის. ის, ვინც ვართ, ვერ გამოვავლენთ მის ვინაობას, მაგრამ ვუწოდოთ მას გიორგი. გიორგი იყო ერთ-ერთი ჯაბას უმაღლესი ოფიცერი, ადამიანი, რომელსაც ჯაბა ენდობოდა და რომელიც, როდესაც დრო მოვიდა, გახდა ერთ-ერთი იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ხელი შეუწყოს ჯაბას დაცემას. როდესაც მე ვნახე ჩემი სახელი იმ სიაში, მე გავიგე, რომ ყველაფერი შეიცვალა, იწყებს გიორგი, მისი ხმა სავსე ტკივილით და გულის წყრომით.
მე ვმსახურობდი ჯაბას 2 წლის განმავლობაში. მე ვიყავი ერთგული, მე ვიყავი პატიოსანი, მე ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც ის მითხოვდა. მაგრამ როდესაც მე ვნახე, რომ ის მიმიჩნევდა მტრად, რომ ის გეგმავდა რაღაცას ჩემს მიმართ, მე გავიგე, რომ მე უნდა მომექცია. რა იყო ეს რაღაც, რასაც ჯაბა გეგმავდა? გიორგი არ იცის დარწმუნებით, მაგრამ ის ფიქრობს, რომ იცის. ჯაბა იყო პარანოიული. ის ხედავდა მტრებს ყველგან. და როდესაც ის გრძნობდა, რომ ვინმე იყო საფრთხე, ის არ ელოდა. ის მოქმედებდა. მე ვიცოდი ისტორიები ადამიანების შესახებ, რომლებიც გაქრნენ, ადამიანების შესახებ, რომლებიც მოულოდნელად დატოვეს ორგანიზაცია, ადამიანების შესახებ, რომლებიც აღარასოდეს გამოჩენილან. და მე არ მინდოდა, რომ მე გამხდარიყავი ერთ-ერთი მათგანი, ასე რომ გიორგიმ გადაწყვიტა მოქმედება. მაგრამ როგორ? რა გააკეთა მან? მე დავუკავშირდი სხვა ადამიანებს, რომლებიც ასევე იყვნენ იმ სიაში. ჩვენ ვიყავით 7 ადამიანი, რომლებიც ვიცოდით, რომ ჯაბა გვიჩნევდა მტრებად. ჩვენ შევხვდით ფარულად ღამის საათებში, ადგილებში, სადაც არავინ შეგვიმჩნევდა. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა რაღაც. ჩვენ უნდა გაგვეჩერებინა ჯაბას, სანამ ის გაგვეჩერებდა ჩვენ, რა გააკეთეს მათ. გიორგი გვიყვება, რომ ისინი დაუკავშირდნენ მთავრობას. ჩვენ გადავეცით ინფორმაცია ჯაბას ოპერაციების შესახებ, მისი ფინანსური სქემების შესახებ, მისი კავშირების შესახებ. ჩვენ მივეცით მათ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებოდათ, რათა დაეპატიმრებინათ ის. და ჩვენ გავაკეთეთ ეს არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით ღალატის ჩამდენები, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით გადარჩენილები. ეს იყო ღალატი თუ თვითდაცვა? გიორგის პასუხი რთულია. ეს იყო ორივე. ეს იყო ღალატი, რადგან ჩვენ ვღალატობდით ადამიანს, რომელსაც ჩვენ ვემსახურებოდით. მაგრამ ეს ასევე იყო თვითდაცვა, რადგან ჩვენ ვიცავდით ჩვენს ცხოვრებებს. და ეს ასევე იყო რაღაც სხვა, ეს იყო მცდელობა, რომ შეგვეჩერებინა რაღაც, რაც გახდა ძალიან საშიში, ძალიან ძალადობრივი, ძალიან კორუმპირებული, მაგრამ რა მოხდა ჯაბას ქონებასთან? იცოდნენ თუ არა გიორგიმ და მისმა თანამშრომლებმა იმ ფულის შესახებ, იმ ოქროს შესახებ, იმ ანგარიშების შესახებ? გიორგის პასუხი შემაძრწუნებელია. ჩვენ ვიცოდით, რომ ჯაბას ჰქონდა ქონება. ჩვენ ვიცოდით, რომ ის ჰქონდა ფულის საზღვარგარეთ. მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით სად. ჩვენ არ ვიცოდით როგორ. ჩვენ არ ვიცოდით ვინ აკონტროლებდა მას. ეს იყო საიდუმლო, რომელსაც ჯაბა ინახავდა ძალიან ფრთხილად. და როდესაც ის დააპატიმრეს, ეს საიდუმლო წავიდა მასთან ერთად, ან არა? გიორგი გვიამბობს რაღაც სხვას, რაღაც რაც ხსნის ბევრ რამეს. რამდენიმე დღის შემდეგ ჯაბას დაპატიმრების შემდეგ, ერთ-ერთმა ჩვენგანმა, ერთ-ერთმა იმ 7 ადამიანისგანმა, რომლებმაც დაეხმარეს მთავრობას, მოულოდნელად გაქრა. ის უბრალოდ გაქრა არანაირი ახსნა განმარტების გარეშე. ჩვენ ვეძებდით მას, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. და მაშინ ჩვენ გავიგეთ, ეს ადამიანი იყო ის, ვინც იცოდა. ეს ადამიანი იყო ის, ვისაც ჯაბამ მიანდო თავისი საიდუმლო. და ეს ადამიანი წაიღო ეს საიდუმლო თან, ვინ იყო ეს ადამიანი? გიორგი არ გვეუბნება სახელს, მაგრამ ის გვეუბნება რაღაც სხვას. ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო ყველაზე ახლოს ჯაბასთან. ადამიანი, რომელიც იცოდა ყველაფერი. ადამიანი, რომელსაც ჯაბა ენდობოდა აბსოლუტურად. და ადამიანი, რომელიც როდესაც დრო მოვიდა, გააკეთა ზუსტად ის, რაც ჯაბამ უთხრა, წაიღო ყველაფერი და გაქრა, რათა დაეცვა ის, რაც ჯაბამ ააშენა, ასე რომ აქ ჩვენ გვაქვს საბოლოო პასუხი, ჯაბას ქონება არ მოიპარეს. ის არ დაიკარგა. ის გადაეცა ადამიანს, რომელსაც ჯაბა ენდობოდა, ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ინსტრუქციები, რა უნდა გაეკეთებინა ამ ქონებასთან. და ეს ადამიანი, როგორც ჩანს, შეასრულა ეს ინსტრუქციები, ის დაიცვა ეს ქონება, ის დაელოდა სწორ დროს, ის ემზადებოდა დაბრუნებისთვის. მაგრამ ის გარდაიცვალა ადრე, ვიდრე შეეძლო ამის განხორციელება. და ახლა, კითხვა რჩება, სად არის ეს ქონება? ვინ აკონტროლებს მას? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაბრუნდება თუ არა ის ოდესმე ქართველ ხალხს. ჯაბა იოსელიანის ისტორია დასრულდა 1992 წლის დეკემბერში, როდესაც ის დააპატიმრეს და მოათავსეს ციხეში. მისი ორგანიზაცია, მხედრიონი, დაიშალა. მისი თანამშრომლები გაიფანტნენ, ზოგი გაიქცა საზღვარგარეთ, ზოგი დაპატიმრეს, ზოგი უბრალოდ გაქრა. მისი ქონება, ის მილიონები, რომლებიც მოპოვებული იყო ქართველი ხალხის ტანჯვაზე, გაქრა მასთან ერთად, დატოვა მხოლოდ კითხვები და ჩრდილები. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? რა მოხდა იმ ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ ნაწილი ამ ისტორიისა?
ჯაბა იოსელიანი გაატარა 10 წელი ციხეში, შემდეგ გათავისუფლდა 2002 წელს. ის ცხოვრობდა მშვიდად ჩუმად თავისი ოჯახის წრეში, სანამ მისი გზა არ დასრულდა 2006 წელს. მისი ყოფილი თანამშრომლები, ზოგი მათგანი გახდა ბიზნესმენები, ზოგი პოლიტიკოსები, ზოგი უბრალოდ ჩვეულებრივი მოქალაქეები. საქართველო შეიცვალა, ის გახდა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული. მაგრამ ის ჭრილობები, რომლებიც დარჩა იმ დროიდან, ჯერ კიდევ არ შეხორცებულა. და ის ქონება, ის მილიონები, რომლებიც გაქრა 1992 წლის დეკემბერში. ჩვენი გამოძიება აჩვენებს, რომ ეს ქონება არ დაიკარგა. ის გადაეცა ადამიანს, რომელსაც ჯაბა ენდობოდა, ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ინსტრუქციები, რა უნდა გაეკეთებინა ამ ქონებასთან. ეს ადამიანი დარჩა ერთგული ჯაბას ბოლო სურვილის მიმართ, ის დაიცვა ეს ქონება, ის დაელოდა სწორ დროს, ის ემზადებოდა დაბრუნებისთვის. მაგრამ მისი გზა დასრულდა 2018 წელს, ადრე, ვიდრე შეეძლო ამის განხორციელება. და ახლა, კითხვა რჩება, სად არის ეს ქონება? ვინ აკონტროლებს მას? ჩვენი გამოძიება აჩვენებს, რომ ეს ქონება შესაძლოა ჯერ კიდევ არსებობს ანგარიშებზე შვეიცარიაში, კვიპროსში, ლიხტენშტაინში, ანგარიშებზე, რომლებიც გახსნილია ფიქტიურ კომპანიებზე, რომლებსაც აქვთ ლეგალური დოკუმენტაცია, მაგრამ რომლებიც არსებობენ მხოლოდ ქაღალდზე. ეს ქონება შესაძლოა. აკონტროლებს ვინმე, ვინც იცის ყველა კოდი, ყველა პაროლი, ყველა საიდუმლო. მაგრამ ვინ არის ეს ადამიანი? ეს არის კითხვა, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ პასუხს. მაგრამ შესაძლოა ეს არის არა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის რატომ? რატომ გააკეთა ჯაბამ ეს? რატომ გადასცა ის თავისი ქონება ერთ ადამიანს, ნაცვლად იმისა, რომ დაებრუნებინა ის დაუყოვნებლივ? რატომ უთხრა ის ამ ადამიანს, რომ დაელოდა, რომ დაეცვა, რომ მხოლოდ მაშინ დაებრუნებინა, როდესაც საქართველო იქნებოდა მზად? შესაძლოა პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ჯაბა იოსელიანი, მიუხედავად ყველა მისი ცოდვისა, მიუხედავად ყველა მისი დანაშაულისა, მაინც სწამდა რაღაცაში. ის სწამდა საქართველოში. ის სწამდა ქართულ ხალხში. ის სწამდა, რომ ერთ დღეს, როდესაც ქვეყანა იქნებოდა მზად, ეს ქონება დაბრუნდებოდა და გამოყენებულიყო სწორად, არა ერთი ადამიანის გასამდიდრებლად, არა ერთი ოჯახის გასამდიდრებლად, არამედ მთელი ხალხის სასარგებლოდ. ეს იყო მისი ოცნება. ეს იყო მისი ბოლო სურვილი. მაგრამ განხორციელდა თუ არა ეს ოცნება? ეს არის კითხვა, რომელზეც მხოლოდ დრო გასცემს პასუხს. რადგან ეს ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ეს ისტორია ჯერ კიდევ გრძელდება, ფარულად ჩრდილებში, მაგრამ ძალიან რეალურად. და შესაძლოა ერთ დღეს, როდესაც დრო მოვა, როდესაც საქართველო იქნება მზად, ეს ისტორია მიიღებს თავის დასასრულს. შესაძლოა ერთ დღეს ის ქონება, რომელიც გაქრა 1992 წლის დეკემბერში, დაბრუნდება. შესაძლოა ერთ დღეს ქართველი ხალხი მიიღებს უკანის, რაც მას ეკუთვნის. მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძებნა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კითხვა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა სიმართლისთვის. რადგან ეს არის არა მხოლოდ ისტორია ფულის შესახებ. ეს არის ისტორია სამართლიანობის შესახებ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ერთმა ადამიანმა გამოიყენა ქაოსი საკუთარი გამდიდრებისთვის. და ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ეს ქონება, რომელიც მოპოვებული იყო ქართველი ხალხის ტანჯვაზე, უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც ის მოვიდა. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ნახეთ ეს ტრაგიკული ისტორია ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ ჯერ კიდევ ჯაბა იოსელიანი. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ სიმართლე ისტორიის კერპების შესახებ.